გადავიღეთ. დღეს სამსახურში მოვედი, რომ საჩუქრები შემექმნა. ისე წესით არ ვმუშაობ. საჩუქრებისთვის მოვედი. გადავწყვიტე, რომ ამ შემთხვევაში გამეკეთებინა ჭიქებზე პრინტი და ესენი არის ჭიქის დიზაინები. ჰიტას უყვარს ლუნა, ვაკას უყვარს ინვაკერი. ეს ჩემი პადრუგისთვისაა. კიდე სხვაებიც მაგხა ეს ჩემი მეგობრისთვის არის, მეგობრებისთვის და ეს ჩემი მშვენი ერთვალებიანი შეყვარებულისთვის. პირველ რიგში სანამ ამას დავპრინტავთ, აუცილებელი არის, რომ ჭიქაზე გადაყვანამდე დავსარკოთ. სარკის ეფექტით გადადის. ეხლა დავბეჭდეთ და დავჭერი, ესე ყოხდათ. უბრალოდ ანასთვის დიზაინი შევცვალე და მაგასაც გაჩვენებთ ჭიქაზე მერე. ეს არის ჭიქის წნეფი, რომელიც უნდა დავახურო ახლა. 200 ან 300 გრადუსზე მაინც. ეს დემასლეიერის ჭიქაა მეგობრის ბავშვისთვის. და ზუსტად იგივე ბავშვმა საჩუქრად მიიღო ეს საყვარელი ბანკოც. შეფრთხილიანობის დარღვევა არ მინდოდა და აღარ გავხსენი, მაგრამ ძალიან საყვარლობა იყო და ბავშვსაც მოეწონა, რაც მთავარია. აუცილებელია, რომ ჭიქა იყოს სუბლიმაციური, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ჭიქა არ აიკრავს სუბლიმაციურ საყიდოს. ცისფერგულიანი ჭიქა. და კიდევ გვჭირდება თერმული სკოჩი დასაფიქსირებლად ანაბეჭდის. აუცილებელია დიზაინისთვის სწორის დაცვა, რა აიჭრება. დიზაინი და გაგიქცევა სადღაც. დიდი მომერდა. დაჭრის დროს და აკამალა მასე. ის კი არ იქნება. ხასვასიც გავაკეთე. და იწყობონა და შავსად ერთი ჭიქა. რადგან ნუაკოს ჭიქას ფიქრობ, რომ წითელი ფერი უფრო მოხდება. ჩემი აწყობილი ლოგო წითელია. ამიტომ წითელი გული ექნება ნუაკოს ჭიქას. მოკლედ ასე დავსკოჩე. მივაწებე ყველა ჭიქაზე. ჩემი გამოჭრილი სუბლიმაციური ქაღალდები. და ჩავსე გახურებულ წნეფში. აბა ვნახოთ რა გამოვიდა. ეს ჭიქა არის ანჩარტასთვის. ყველა იცნობთ ჩემს პადრუგას.
ყველასათვის საყვარელი ხელოვანია და ძალიან მოსწონს ჩვენი საყვარელი პერსონაჟის უკობუსი Queen of Pain ეს ანასია. Love you sister. აი ეს ჭიქაკი ჩემი მეგობრისთვის არის, რომელიც არის მხატვარი და თან მელოდი და ცხოვრობს AI-ის სამყაროში. ეხლა ხო AI უფრო კაიდებია ვიდრე ნამდვილი მხატვრები. თავის სახელით მივაწერე. რთული გამოსაცნობი არ არის ეს ჭიქავისთვის არის. ჰიტა მაგრამ მითხრა რომ ლუნა უყვარს. როგორც დოდას პერსონაჟი, ამიტომ გადავწყვიტე რომ ლუნა დამეხადა მის ჭიქაზე და ნუ მის სახელს მივაწერე რა თქმა უნდა. გარდა ამისა ვიფიქრე თუ ჭიქა რატო ბლოკნოტი არა მეთქი და ბარემ ბლოკნოტიც გავუკეთე და რადგან განათლებული ბიჭია და პირველ ჯერზე როცა ჩემი პირველი წიგნი საჩუქრად გავგზავნე ძალიან გავხარდა გადავწყვიტე ახალიც გამოგზავნე რადგანაც ისე გამოიყურება უბრალოდ ეს სხვის შეფუთვა ერთ-ერთი მასწავლებლის და ამ კალამზე მისი ინიციალებია გრაგრატი. რადგან ისტორიის მასწავლებელია, ჭიქის დასადებები გადავწყვეტილება ესეც იგივე ადამიანისთვის იყო, მაგრამ ცოტა მანამდე გავგზავნე. მშვენიერი შარფი, საყვარელ ფერებში, სათვალის ჩასადები, რომელიც ძალიან პატარა ადგილს იკავებს თუ დაგეცავ და ძალიან ლამაზია. ასევე ნახევრად ძვირფასი ქვებით აწყობილი სათვალის დასაკიდებელი იასამნისფერი. და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთის სანიშნი მეტალის ფირფიტაზეა გამოსახული ვან გოგის მსესუმსირები. და მე კარგი ჭიქებს დავუბრუნდეთ და ეს არის ვაკოს ჭიქა, არ არის მე მგონი რთული მისახვეთრი. თან მოხდა წითელი ფერი. უკან. მართალი უკანი მოკერია, არა წითელი. მაგრამ მე ძალიან მომწონს რა. და ვაკოსაც ვაჩვენა უკვე. ხო, რაც შეეხება ხელოვნების ნიმუშის დასაწყისში ვახსენებისთვისაც არის Thunder Up. Okay, it's forever. ბევრ ადამიანს აცნობ, ვინც საქართველოში ამ გულშემატკივრობს. ძალიან დიდი ხანი მარტო ჩემთვის ვიცნობ და ხოლოდ ჭიქით ხარ შევაფერკლებოდით, ამიტომ ხუთსაც მიიღებს საჩუქრად. Love you baby. ეს ჭიქა ჩემი იოგი მეგობრისთვის არის ის მელოდია და იოგა უყვარს. ამიტომ სხვა ყველაფერი მოვიფიქრე რა შეიძლება და დამპრინტა მის ჭიქას. შეეხება ამ ჭიქას ეს უნდა ყოფილიყო აგებასთვის, მაგრამ საღებავი ჩამექცა ბიჭის პროცესში და საჩუქრად აღარ გამოდგებოდა. გადავწყვიტე თავიდან დამებიჭდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ცისფერგულიანი ჭიქები აღარ მქონდა მისი ლოგოს ფერებში რაც არის და დიზაინი შევცვალე. გავაკეთე წითელი თავიდან დავხატე. მე წითელი უფრო მომეწონა სიმართლე რა გითხრათ. თუმცა რატომღაც მან უარი განაცხადა საჩუქარზე. ამიტომ თუ ვინმე სურვილი აქვს მისი გამომწერებიდან მას ვაჩუქებ, არ არის პრობლემა. ეს მაუსპადიც მისთვის იყო გათვალისწინებული, სადაც დაახლოებით ჭიქების ტექნიკით უნდა გადამაყენა სუბლიმაციურად მისი ლოგო. აი ამ ადგილზე ზუსტად. მაგრამ აღარ გადავიყვან და პერსონიფიცირებულიც აღარ იქნება, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გამოყენება სათავეზე. ამილად განათლების სხვადასხვა რეჟიმი აქვს. ფერები ეცვლება. ეს პადი არის
900 მილიმეტრი, 400 მილიმეტრზე და სისქე აქვს 2 მილიმეტრი. სომაში საკმაოდ დიდია და ყველა მაგიდაზე თავსებადი ვერ იქნება. ამიტომ მსურველებმა ეს ფაქტორიც გაითვალისწინეთ. ხო, და ეს მშვენიერი სანათი PUBG-ის ტაფაზე იყო მისი ინიციალები გრავირებული. გავაფეროთ, რადგან ადრესატმა უარი განაცხადა საჩუქრების მიღებაზე ზოგადად ნებისმიერი სახის არ ვიღებო. ეხლა უბრალოდ PUBG-ის სანათია ყოველგვარი პერსონიფიცირების გარეშე. ამიტომ თუ ვინმე ხართ მისი გამომწერი და გესიამოვნებათ ეს ყველაფერი თქვენ გადმოგცემთ, შეგიძლიათ მომწეროთ და თან დავართავი ამ პატარა საყვარლობასაც ეს დოდერებისთვის. PUBG-ის ასრზე არა ვარ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. მოგეწონათ ვიდეო, გამომწერეთ და Love you, kiss you all.